განვაგრძობთ გამოშვებას. გამართლებულია თუ არა მეოთხე საგნის დამატება მისაღებ გამოცდებზე. საკითხის შესახებ კამათი არ წყდება. ყველაზე მეტად თემა აბიტურიენტებს აინტერესებთ. მათთვის მნიშვნელოვანია, რამდენი გამოცდა უნდა ჩააბარონ. ნახეთ განსხვავებული მოსაზრებები და არგუმენტები ჩვენ სიუჟეტში. საქართველოში ერთიანი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეოთხე სავალდებულო საგნის დამატების ინიციატივით გამოვიდა. ახალი პროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მეოთხე საგნის დამატება რეპეტიტორების ინსტიტუტის გაძლიერებას და სკოლებში სწავლების ხარისხის მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს. ბავშვები, რომლებიც აბარებენ გამოცდებს, რას თვლიან, სად მიიღეს ეს განათლება? ჩვენი კვლევის დროს 95%-მა გვითხრა, რომ რეპეტიტორთან. იმ 15%-მა კითხვაზე, რატომ არ დადიოდა რეპეტიტორთან, გვიპასუხა ფულის უქონლობის გამო. იგივე დამოკიდებულება აქვს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრში. გამგეობის თავმჯდომარემ განათლების პოლიტიკის საკითხებზე მუშაობისას ბოლო კვლევა ზუსტად მეოთხე სავალდებულო საგანს დაუთმო. შესაძლებელია სოციალურად დაუცველებისთვის ეს მძიმე ტვირთი გახდეს. გარდა ამისა, სკოლასთან მიმართებაში დამატებითი პრობლემა არ იქნება, ისედაც არ დადიოდნენ სკოლაშიც. უბრალოდ შესაძლებელია ოდნავ უფრო გამწვავდეს, თუმცა ამაში მაქსიმალურ პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემას ვხედავ თვითონ სისტემაში, რომლის შეცვლის გარეშე 4 საგანი იქნება თუ 3 საგანი, ეს პრობლემა მაინც იქნება. 24 საჯარო სკოლის დირექტორი მეოთხე სავალდებულო საგნის დამატების მომხრეა. მისი აზრით, მთავარი პრობლემა, რაც ზოგადად თანამედროვე განათლების სისტემაშია, ეს არის საზოგადოების უნდობლობა სკოლის მიმართ. დირექტორის მტკიცებით, სასკოლო პროგრამა მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ პროგრამას. ის სისტემა, რომელიც ამჟამად არსებობს და არ ითვალისწინებს სპეციფიკურ საგნებს, სპეციფიკურ ფაკულტეტებზე, ნაკლოვანი სისტემაა. ამიტომ ჩემი აზრით ეს იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუ დაემატება ეს არჩევითი საგნები. უკვე ცნობილია, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივას მეოთხე საგნის დამატებასთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლებიდან მხოლოდ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება. ეს უკვე უფრო განათლების თეორიის საქმე, მაგრამ გამოცდა ცოდნას არ მატებს, მით უმეტეს ერთი გამოცდა თუ ლაპარაკია იმაზე, რომ მოსწავლემ სკოლიდან უნდა მიიღოს რაღაცა ცოდნა და კომპეტენცია. და მესამე მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ არის დამატებითი თანხების გადინება რეპეტიტორების ჯიბეში და მეტი არაფერი. სკოლას მიეცემა სტიმული იმისათვის, რომ ის მეოთხე საგანში მასწავლებელი იქნება თუ სკოლის ადმინისტრაცია, ეს საგანი იყოს ძალიან ტრამატულად გავლილი სკოლაში. ანუ ყველა ვარიანტში მეოთხე საგანი ჩვენთვის არის მისაღები. ახალი პროექტი ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულებაში ცვლილებას შეიტანს, რაც ძალაში მინისტრის თანხმობის შემთხვევაში შევა. საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში ცვლილების დამტკიცება არ შედის, თუმცა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს. ტესტები, საგამოცდო ტესტები იმ საგნებში, რომელშიც შეიძლება შემოვიდეს გამოცდა, გამოქვეყნდეს თავის დროზე და ყველას მათ შორის თუ საჭირო იქნება კომისიაც შევქმნათ, საიმისოდ რომ შეგვეძლოს ვნახოთ გამოქვეყნებული ტესტები ხო არ შეიცავს რაიმე მასალას, რომელიც არის გათვალისწინებული სკოლის პროგრამაში. აზრთა ამ სხვადასხვაობის ფონზე აბიტურიენტებს ისღა დარჩენიათ დაელოდონ საბოლოოდ დამტკიცდება თუ არა პროექტი ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე სავალდებულო საგნის დამატებასთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ საუბარს გამოცდების თემაზე და სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. მოგესალმებით, ქალბატონ მაია, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. ქალბატონ მაია, მოდით განმარტოთ ისმის კრიტიკა, ჩვენ სიუჟეტშიც ნახეთ მიადევნეთ თვალყური, რატომ გადაწყდა მეოთხე სავალდებულო გამოცდის დამატება? დიდი მადლობა ამ თემაზე რომ მომიწევს საუბარი. მე პირველ რიგში შევეხები სწორედ იმ ოპონენტების იმ მოსაზრებას, რომელიც რეპეტიტორებთან არის დაკავშირებული და ალბათ დამეთანხმებით ეს ყველაზე აქტუალური თემა გახდა ამ ბოლო პერიოდში. თითქოს და რაოდენობის გაზრდა, საგამოცდო საგნების რაოდენობის გაზრდა იწვევს რეპეტიტორების რაოდენობის გაზრდას და ეს სოციალურად ჩვენს ოჯახებს დააწვევა. საერთოდ თავისთავად, რა თქმა უნდა, პრობლემა რეპეტიტორობის არსებობს და ამას ვერავინ ვერ გაექცევა, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი რამ არსებობს, მაგრამ ამგვარად საკითხის დაყენება, როდესაც ჩვენ ამ საუბრებით მიზანმიმართულად ვეუბნებით მშობლებს და აბიტურიენტებს, რომ შენ სხვა გზა არა გაქვს, თუ შენ გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი, აუცილებლად რეპეტიტორს უნდა მიაკითხო და სკოლა სათანადო ცოდნას შენ ვერ მოგცემს, მე გაუმართლებლად მიმაჩნია. იმიტომ რომ 5 წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები დაინერგა,
სტატისტიკა გვიჩვენებს იმას, რომ ძალიან ბევრია წარმატებული აბიტურიენტი, რომელმაც ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ მათ რეპეტიტორებთან ნამდვილად არ უვიათ. მაგრამ ქალბატონ მაია, სიუჟეტში ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი სწორედ ამაზე ლაპარაკობდა, რომ 85%-მა თქვაო, რომ სწორედ რეპეტიტორთან მიიღო შესაბამისი ცოდნა და არა სკოლაში. ქალბატონ მანანას ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, მე არ ვიცი რა კვლევის საფუძველზე გააკეთა ესეთი განცხადება ქალბატონმა მანანამ, რომ აბიტურიენტების 85% ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ მოდის, რაც რეპეტიტორებთან იძენს ამ ცოდნას და ალბათ ქალბატონი მანანა და ყველა ჩვენი მიზანია როგორმე სკოლის როლი წამოვწიოთ და ამ საუბრებით, რომ მაინც და მაინც აბიტურიენტს რეპეტიტორი დაჭირდება, ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. მე პირადად მგონია და ეს აჩვენა კიდევაც ოლიმპიადის შედეგებმა მაგალითად, თქვენ იცით, რომ შარშან პირველად ჩატარდა ესეთი მასშტაბური ოლიმპიადა. აჩვენა წარმატებული სკოლები, რომლებიც შესანიშნავად ახერხებენ მოსწავლეების მომზადებას იმისათვის, რომ წარმატებულები იყვნენ თუნდაც ოლიმპიადაზე ან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და იმ 30 საუკეთესო სკოლაში თქვენ თუ გადახედავთ რეიტინგულ სიას სკოლებისას, უმრავლესობა სწორედ რეგიონებიდან არის და იმ რეგიონებიდან, სადაც აპრიორი ვიცით, რეპეტიტორები არ არსებობენ. ასე რომ ამგვარი მიდგომა, როცა ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით აბიტურიენტს, რომ მეოთხე გამოცდა დაკავშირებულია პირდაპირ იმაზე, რომ შენ აუცილებლად უნდა გაიქცე და რეპეტიტორი მოძებნო, თორე შენ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე წარმატებას ვერ მიაღწევ, მე პირადად მგონია, რომ ნამდვილად გაუმართლებელია. მე ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სკოლის როლი წამოვწიოთ წინ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სკოლას დავეხმაროთ, სათანადო განათლება მიცეს ჩვენს ახალგაზრდებს და ალბათ ამაში დამეთანხმებით, რომ არ არსებობს უკეთესი ალტერნატივა რეპეტიტორობის ინსტიტუტის ვიდრე საშუალო სკოლაა. ქალბატონო მაია, აქამდე იყო ასე, მეოთხე საგანი ეს არ იყო სავალდებულო, ირჩევდნენ თავად უმაღლესი სასწავლებლები, ნაწილში აბარებდნენ 3 გამოცდას, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდნენ 4 გამოცდას. მაშინ რატომ იყო აქამდე ასეთი სისტემა? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. სხვათა შორის იყო მოსაზრებაც ოპონენტებისგან, რომ ჩვენ თავისუფლებას ვუზღუდავთ უმაღლეს სასწავლებლებს, იმიტომ რომ ვაიძულებთ მაინც და მაინც აერჩიონ მეოთხე გამოცდა და არ ვაძლევთ იმის უფლებას. საუბარია სახელმწიფოს ჩარევაზე ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ამაზე გპასუხობთ სწორედ, რომ არ ვაძლევთ საშუალებას უმაღლეს სასწავლებელს თავად გადაწყვიტოს, არის აუცილებელი კონკრეტულ ფაკულტეტზე სტუდენტის ჩასარიცხად მეოთხე სავალდებულო გამოცდა თუ არა. მე თუ მკითხავთ, არსებული სისტემა გაცილებით უფრო ზღუდავს უმაღლეს სასწავლებლის თავისუფლებას და მოგახსენებთ რატომ. თქვენ იცით, რომ უმაღლეს სასწავლებლების დაფინანსება პირდაპირ არის დაკავშირებული სტუდენტების რაოდენობაზე. ანუ უმაღლესი სასწავლებელი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მოიზიდოს და რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი ადგილები დარჩეს წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის ვერ მოახერხებს თავისუფალი ადგილების შევსებას, რიგ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ უმაღლეს სასწავლებლის არსებობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ასე რომ უმაღლეს სასწავლებელს უწევს გააკეთოს არჩევანი ხარისხსა და დაფინანსებას შორის და სამწუხაროდ რიგ შემთხვევებში სწორედ უკანასკნელის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას და მე თქვენ შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის უმაღლეს სასწავლებელია ქვეყნისთვის, 2009 წელს უარს ამბობს მესამე გამოცდაზე და მომავალი ინჟინრების ჩარიცხვა განხორციელდა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენების შედეგების საფუძველზე, მე გულისხმობ საგნობრივ ცოდნას. და მე ძალიან კარგად მესმის უმაღლეს სასწავლებლის რექტორისა, რომელიც ამბობს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათემატიკა და რიგ ფაკულტეტებზე ფიზიკა, მაგრამ მე თქვენი შემოთავაზებული სისტემით იძულებული ვარ უარი ვთქვა მეოთხე გამოცდაზე იმის გამო, რომ აბიტურიენტები სწავლენ იქ, სადაც 3 გამოცდაა ჩასაბარებელი. გასაგებია. ქალბატონ მაია, მე ბოლო შეკითხვა მაქვს თქვენთან. ხომ არ არის ეს გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებული, იმიტომ რომ აბიტურიენტები ბუნებრივია უნდა მოემზადონ ამ გამოცდისთვის. დაგვიანებული არ არის, თუმცა კარგი იქნებოდა ეს სექტემბრიდანვე ეს გადაწყვეტილება სექტემბრიდანვე ყოფილიყო მიღებული, მაგალითად შარშან დეკემბერში გაიგეს აბიტურიენტებმა, რომელი ფაკულტეტი ირჩევდა დამატებით მეოთხე გამოცდას. მაგალითად სამედიცინო უნივერსიტეტმა შარშან
2009 წელს უკაცრავად გამოაცხადა დამატებითი გამოცდა ბიოლოგიასა და ქიმიაში და ამის შესახებ აბიტურიენტებმა მხოლოდ დეკემბრის თვეში გაიგეს. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე აბიტურიენტს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმის შესახებ, რომელი ფაკულტეტი აირჩევს იმ არჩევითი საგნებიდან. მე მინდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მობრძანდით და უპასუხეთ ჩვენს შეკითხვებს. შეგახსენებთ მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული